მან დაგვანახა ის, რომ ყოველივე ამ ქვეყნიური დიდება, სიმდიდრე, ეს ამაოება არის. ეს ძალიან დროებითი. და მან თავისი მოვლენებით სწორედ ამას გაუსვა ხაზი, რომ ის არც ამ ქვეყნიური დიდებისთვის მოსულა, არც ამ ქვეყნიური სიმდიდრისთვის მოსულა, ადამიანებს მისცა იმის საშუალება, რომ დაფიქრებულიყვნენ, რომ თუ რა უნდა იყოს მათი მიზანიც. ან მაგალითი მოგწამით, რომ შენ იყავი უბრალო, მადლობელი იყავი ღმერთის ყველაფრისთვის, რასაც გაძლევს და რა თქმა უნდა, იყავი, როგორც თვითონ შემდგომ გვეუბნება, შვიდი და მდაბალი, როგორც თავად არის. აი ასეთი ცხოვრება განლომა მისი შობაც, ასეთი იყო მთელი მისი ცხოვრებაც ამდაგვარი იყო. თავარი არის ის, რომ შენ იყო ადამიანი და იმისთვის, რომ იყო შენ ადამიანი, უნდა მიემსგავსო ქრისტეს. ადამიანობის სახე არის ქრისტე. აი ჩვენ თუ დღეს რამე პრობლემა გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს და ქართველებს, არის ის, რომ ჩვენ ადამიანის სახით ქრისტეს არ ვსახავთ. ჩვენ გამოვიგონეთ ადამიანის განსხვავებული სახე. ყველა ჩვენთაგანს ჩვენებული აღქმა გვაქვს ამ ადამიანისა და ქრისტესთან მას არ ვაიგივებთ.